სამომავლო პოტენციური პანდემიებისთვის მსოფლიო შესაძლოა ბევრად უფრო მომზადებული აღმოჩნდეს, ვიდრე 2020 წელს კორონავირუსის გამოჩენისას. ამაში კი განსაკუთრებული წვლილი შემტანი ხელოვნური ინტელექტი იქნება. კემბრიჯისა და საუთჰემპტონის უნივერსიტეტების მეცნიერების ხელმძღვანელობით ბრიტანელი მკვლევარების ჯგუფმა შეიმუშავა მსოფლიოში პირველი ვაქცინა, რომლის შექმნაში სრულად მხოლოდ თანამედროვე AI ტექნოლოგიები იყო ჩართული. პრეპარატი კი დაშვებული ადამიანების გამოსაცდელად და შეუძლია დაიცვას ისინი ვირუსების მთელი ჯგუფებისგან. საუთჰემპტონის უნივერსიტეტის პროფესორის სოლ ფაუსტის თქმით, ისეთი ტიპის გრიპები და ვირუსები, როგორიცაა COVID-19 და ებოლა მუდმივ მუტაციას განიცდიან, რასაც ადამიანის ხელით შექმნილი ვაქცინები დროში ვერ ეწევა და შესაბამისად ანტიდოტებს აღარ აქვს დაავადებების შემაკავებელი ეფექტი, განსაკუთრებით ვირუსების ახალ შტამებთან მიმართებით. აქვე საგულისხმოა, რომ კორონავირუსი მსოფლიოში პირველად 2002-2004 წლებში აღმოაჩინეს, რამაც დედამიწის ცალკეულ წერტილებში გამოიწვია ეპიდემიების გაუარესება, თუმცა უკვე მუტირებულმა შტამმა, ცნობილმა როგორც COVID-19, 2020 წელს მოსახლეობა გლობალური საფრთხის წინაშე დააყენა და ყოველდღიური ცხოვრების რიტმი შეცვალა. მეცნიერების თქმით, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ვაქცინების შექმნა სამედიცინო სექტორს მისცემს საშუალებას გაცილებით უმტკივნეულად მართოს ის ვირუსული დაავადებები, რომლებიც ახლა უწყინარე შტამების სახით ცირკულირებენ. ვაქცინის შესაქმნელად მკვლევარებმა გამოიყენეს სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ პროექტირებული აქტიური კომპონენტები, ეგრეთ წოდებული სუპერ ანტიგენები, რომელიც კომპიუტერული მოდელირების დახმარებით შემუშავებულ ცილაზეა დაფუძნებული და მაგალითად კორონავირუსის რამდენიმე შტამის საწინააღმდეგო მოქმედებისთვისაა გათვლილი. თავის მხრივ კომპიუტერული მოდელირებისთვის მეცნიერებმა გამოიყენეს ვირუსული დაავადების ყველა ის გენეტიკური მონაცემი, რომელიც ახლა ღამურებში ცირკულირებს და ადამიანებსა და სხვა ძუძუმწოვრებზე გადამდებია. კვლევარების თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ის, რომ ამ ვაქცინისთვის არ არის საჭირო ნემსი, რადგან ანტიდოტი ორგანიზმში მიკროფლუიდური სისტემის მეშვეობით ხდება, რომელიც მაღალი წნევით აღწევს განქვეშ. ახალი ანტიდოტის პირველი გამოცდა 2021-2023 წლებში შედგა და მასში 39-მა მოხალისე მიიღო მონაწილეობა. კვლევარების მიზანი იყო შეეფასებინათ პრეპარატის უსაფრთხოება, ეფექტურობა და იმუნიტეტის რეაქცია. აქვე საგულისხმოა, რომ ცდების ჩატარების პერიოდი მოიცავს დროის იმ მონაკვეთს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი არ იყო ამდენად განვითარებად ფაზაში. ამიტომ მეცნიერების თქმით, ამ მიმართულებით შესაძლებლობები ჯერ კიდევ მზარდია.